მომშვიდობის გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარით. ეგ ახალ წელზეა, მე მგონი აღდგომაც არის ჯანმრთელად გახარებულები, ბედნიერები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელები. თელავში ჩამოვედი, გუშინ სათვალე დავკარგე. ხედველობს, ეს სათვალე მაგიდადი. და ეს დავდივარ რუციან ილიკო ილარიონივით. მე ვეღარ გავყიდე თბილისისკენ მიმავალ გზაზე შეჭიდება, იმიტომ რომ ადაპტაცია მჭირდებოდა. შორს ვერ ვხედავ, და მგონია რომ ვერ ვხედავ. შიში, ფსიქოლოგია ხო იცით როგორია. კარგად მოვიარე, ხო ნახეთ როგორ დათოვლილ გზებზე ვიარე, შევცვალე გადაწყვეტილება. რაღაცა ვერა ვეწყე. დუხდუხებს ყავა და წამოვედი ჩემი ჭირიკებში. გავრისკეი. ძალიან კარგი იყო მამიკოსთან, ბევრი მწოდება მივირთვი და სასწორწორო დავდექი, გული შემიღონდა, შამიწუხდა. სულ გადაპირიე. ვრეცხავ, დავალაგე. როდის ჩამოვედი. ხუთშაბათს ჩამოვედი. და პარასკევს წავედით წნორში. შესაბამისად მოვასწარი. მაგრამ რეზინს დავკარგეთ მის. მაგრამ სარეცხი ყვერი ძალიან მტვრიანი სახლია. მოვალაგე, აქ ნიკოლოზ წევს დიდად. ასე რეცხავ გიშდები ასეთი თოკი თბილისში რომ ხდეს. გარეცხილსაც თავიდან გავრეცხავდი. წუხელ რო გავფინე თეთრეული და პერსახოცები გამოუხარშა. ზუსტად 15 წუთში ქარი იყო ღამე და 15 არა, მაგრამ 1 საათში ჩამოვხსენი და დავუთოვე თან წყრალად ვარ. აქ ნერგები იყო და ვეღარ გადაუყრია და რა ვიცი იყოს. იქნება გაზაფხულია და ამოხეთქოს თქო ვიფიქრე და მეც აღარ მოვკიდე ხელი ფანჯრები რო დავწმინდე და გავხეხე. ესენი დავტოვე რომ იქნებ სადმე ფეს ვქონდეს და რაღაცა ამოვიდეს. თუ არა და შემდეგ ჩამოსვლაზე რამეს ჩაბრგავ. დავისხათ კოფე, აქ ნათელია. ძალიან კარგი აპარატი იყიდყავის, მაგრამ დავშალე ბოლომდე და გავურეცხე. ყველა დეტალი მოვუძრე აქ შრება. აი ცადეთ ნახეთ იდეალურ ყავას აკეთებს თავის ყავის აფქოთან ერთად. ხოდა დილას მომიდუღა და წავიდა და მე კიდე დრო ვიხელთე და დავშალე რომ კარგად გამერეცხა. გაგიმარჯოთ, ეს ჭიქა გუშინ შევუძინე. ახალ ყავის აფქოს და ყავის მაშინას მანქანას ჭირდება ახალი აქსესუარი, რომ მე ესეთი ხასიათი მაქვს, არ ვიცი, ანუ სუნამო, დილის ყავა, მაკიაჟი და კომფორტული ჩაცმა. გამოპრანჭული ქუსლებზე აკაკული და ესეთი არა, ძალიან კომფორტულად რო გაცვია, არსად რო არაფერი არ გიჭერს, არაფერი არ გაწუხებს, ძალიან მოქმედებს ჩემს განწყობაზე, ბუნება განწყობაზე და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. კაკია. ხას ახვალებს. აღდგომა დღე იყო. აქ არ მომწონხართ. ძალიან სულად რომელ გარედაში შეგსვათ. შემდეგ თავებს რო აჭრიან ხომ, კაი. შუა აღდგომის დღესასწაულზე. კვირას.
კომენტარებს რა თქმა უნდა ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ პასუხს ვერ ვცემ რაღაც ეტაპზე, ვიგროვებ ხოლმე. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის მithქვამს მე თქვენთვის და ძალიან მაბედნიერებს ხოლმე. შუა აღდგომა დღეს. სალო, უჯავა, თუ ხუჯავა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის. ზოგადად ხომ მივეჩვიე აქ ამ ბულინგს, შანტაჟს, რა ვიცი, ანუ უფრო სწორად რო დავარქვათ, მე ასე მიყვარს ხოლმე საკუთარი აზრის დაუკითხავად ცუდად გამოხატვას. ანუ ჩვენ ხო გვიფიქრია, მეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ხოლმე რომ რაღაც, მაგრამ არასდროს არ დამიწერია, ანუ ვფიქრობ რომ არ არის ჩემი საქმე და როცა ადამიანს გინდა რომ მოეფერე და მეც ვეფერები და ვწერ, მაგრამ როცა რაღაცა მიფიქრია ხო და არ ამკითხე მოამბეს, ანუ მახათი ამბავია რა. წერს ლათინური ასოებით, რაც მზარავს. ბუნებრივად ილაპარაკე. ანუ ბუნებრივად ალბათ. ქალბატონო სალომე, ბუნებრივად. მარხვა დამთავრდა, შეგვიძლია ერთმანეთი ვლანძღოთ, ვთათხოთ, აი წუთი-წუთზე. თან მე ტრამვა მაქვს ამის, იმიტომ რომ მოყოლილი მაქვს, მე არა ჩაშიფრულად ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი ძალიან ცუდი. რამაც ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა მერე ჩემში, რომ საშობაო მარხვა დამთავრებული არ იყო, რომ ჩემი სამსახურის თანამშრომლებმა მოკლედ ძალიან გრძელი ისტორია და მოკლედ ვერ მოვყვები, ჩემზე ვილაპარაკოთ, მოკლედ ვინც იყო, გადაწყვიტეს, რომ მარხვა ჩემზე ჭორაობით გაიხსნილებინათ, რასაც მოყვა ჩემი სამსახურის დაკარგვა, მოყვა ჩემ თავში დაკარგვა ის, რომ 40 წლის ვიყავი მაშინ და ძალიან გამიჭირდა ამის გადალახვა და იმის მერე იმდენად მწარე გავხდი და იმდენად ავი გავხდი, რომ სალომე კი არა, 20 სალომე რო დამიდგეს, ვერავინ ვერ მაჯობებს და ვერავინ ვერ შეეხება იმას, რაც ჩემია. ხო და აქაც ხომ კარგად ვიღებ ხოლმე შენიშვნებს, ну მივეჩვიე, შევეგუე. Ისთვის მოვდივართ აქ იმისთვის, რომ გვანძღონ, იმისთვის, რომ მიგვითითონ, იმისთვის, რომ გვასწავლონ. ნებისმიერ ჩემი აქ პირად ჩემზე ლაპარაკი. ნებისმიერ ჩემი ვლოგი იმისთვის არის ხალხო, რომ თქვენ მომიძებნოთ მინუსები და დამიწეროთ, აბა. სახალისოდ კი არ მოვდივარ მე აქ, მაგისთვის ვარ. ბუნებრივად ილაპარაკე. მძიმე არ დავიწყებია, გრამატიკაში ძალიან კარგად არის. დააკვირდი ყველა ვიდეოს. პირს არ ამოძრავებ. სადამდე უნდა ასე უნდა ვილაპარაკოთ ალბათ. რაც ტუჩები გაიკეთ, ხალხო ტუჩები როდის გავიკეთ, გამახსენებ. კბილები რო გავიკეთე ძალიან მალე. და ზუსტად ამ გოგონას კომენტარის მერე თუ ქალბატონის წავედი და სულ პირველი ვიდეო რომელიც უკვე ჩათიშული მაქვს, ანუ აღარ არის საჯარო, ამას დიდი ტუჩები მაქვს, ჩემი ბუნებრივი. და ვფიქრობ, რომ კიდე დავიმატო. 3 წლის წინ ისეთ კაი ფილერები გქონია გოგოებო. 3 წელი ტუჩში ფილერი არ გადის. თან ფილერი თურმე ბოტოქსისნაირად აშეშებს. ანუ აქ გიშეშდება და ვეღარ ლაპარაკობ, ვეღარ ვაღებთ. პატარა ბავშვით ლაპარაკობ. დედა გინაცვალოს ჩემთან, პატარა ვარ გოგო. ძალიან პატარა ვარ. არ ვიცი. ცოტა ისე რომ წავყვეთ ამ კომენტარს, თითქოს შურს, რომ ტუჩები მაქვს გაკეთებული და ვერ ვლაპარაკობ.
მეორეს მხრივ მაიძულებს რომ გადავხედო ყველა ჩემს ვიდეოებს რომ პირს ვერ ვატოკებ არაერთხელ მithქვამს და კიდევ ამბობ და არ მწვენია და ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობ და ძალიან მინდა რომ გამოვცვალო ჩემი პირის აპარატი რამაც შეცვალა ან არ ვიცი რატო დაემართა ჩემს კბილის ექიმს ასეთი რამ მაგრამ ჩემმა კბილების გაკეთებამ ჩემი მეტყველება შეცვალა ყველა მეუბნება რომ ყველას უცვლის მაგრამ მე ძალიან ბევრი ვიმუშავე იმაზე რომ რაღაც ასოები არ ჩამეკლაპა რაღაცები გამომეთქვა თითქოს არ მეკეტება პირის ღრუ შესაბამისად ეს ჩემი ვიცი აღვიქვა არ ჭირდება ვიდეოების ყურება მეტყველების პრობლემა უფრო მაქვს რაზეც ვმუშაობდი და ძალიან ბევრს ვცდილობ რომ სავარჯიშოები გავაკეთო რომ იქნებდა უკეთესობა მაქვს რა თქმა უნდა მაგრამ მე როგორც მეტყველებდი მახსოვს მჭერ რომ მეტყველობდი და იმასთან შედარებით რა თქმა უნდა სხვანაირი მე გაკეთებული კბილებით სვლის პირის აპარატს ან ტუჩების მოძრაობასაც კი შენ ალბათ 32-ვე შენი გაქვს და შენსაც მიხედე დაანების ხვის ტუჩებს ყურებას მე ძალიან ეკონომიური გოგო ვარ აი მინდა რომ ასე გავხსნა ნახევარზე პირი და პატარა ბავშვი რო ვარ აი პატარა ბავშვი ყველა ვარ ყველაში ცხოვრობს პატარა ბავშვი ყველა არის პატარა ბავშვი ყველას მე მინდა რომ პატარა ვიყო ასეთ შეკრსა მიუხედავად იმის რომ ხუთი კაცი ვერ მაჯობებს გავკადნიერდები და სიმართლეს გეტყვი ჩემო სალომე იმდენს ვშრომობ იმდენი რამე გამიგეთებია იმდენისთვის გამიძლია და იმდენს კიდე გავუცლებ მაინც მინდა რომ ვიყო პატარაი მაცადეთ ხალხო მაცადეთ არა ვანასვა ბაღებ პირს მეტყველებ ჩვეულებ ანუ მე თუ რამს გიზიარებთ ეს არის ჩემი ფიქრი ჩემი აღქმა მე ასე აღვიქვავ მე ასე ვგრძნობ მე თქვენზე კარგად ვგრძნობ რაღაცებს მაგრამ ხო შეიძლება ადამიანს კონდეს მინუსი იქით როგორ ბნელა და როგორ სხვანაირი ვარ მაქვს ხანდახან განსაკუთრებით მებლუკება ხოლმე ეგ კი არა და აი ამას რა ვუყო სალომე პატარა ბავშვით რომ აქვს სულ გამივიდა ყველაფერი რა ვუყოთ ამ კანს ამაზე რა სიტყვა განაცვალოს ჩემი თავი ძალიან ადრე როცა დაიწყო ესთეტიკა ეს ტუჩი მუჭი ეს ასეთი ამბები 1990 პლუსი 2000 წელს მაშინ იყო სილიკონები რომელსაც დებდნენ ტუჩში და აქვთ ხალხს დღემდე აქვთ ზოგს საოპერაციო დაჭირდა ზოგს დაუჩირქდა და ასე შემდეგ ზოგს აქ მოიხმარს ის არის სამუდამ სხეო სამუდამ დღეო მაგრამ როცა ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ ვიკეთებ ვერც ფრანგულს ვერც შვეიცარიულ პროდუქტებს და ვიკეთებთ კორეულს და გვინდა რომ გავხალისდეთ და გვინდა რომ გავილამაზოთ რაღაცები დაახლოებით მაქსიმუმი აქვს 6 თვე ესეც ჩემი მოუწესრიგებელი ფრჩხილები წარბები ცარიელ მინდა დაგამშვიდო და რა ვიცი კიდე მინდა გაკეთება და დამიფინანსე სალომიკო აბა ვნახოთ ახლა შენ თუ დამიფინანსებ და მაჩუქებ ამ პროცედურას რამდენად კარგად გავხსნებ ერის აპარატს აღდგომა დღეს რატომ უნდა მოგინდეთ ადამიანს ჩემს პირში შემოძრომა
გავჩნდები თქვენი ნებართვით იქნებ უკეთესად გავხსნა პირი. უძდელობა სხვა თუ არაფერი. ჩემთვის უძდელობა. თორემ მე კი არ იმდენი მომისმენია ჩემ თავზე. არ გეყოფა ფანტაზია, ნაპოვნია სიტყვა. გავთიშე ვიდეო, ჩავწერ ძლივს მივაგენი ამ სიტყვას. ფანტაზია არ გეყოფა. იცით რა არის? ის კი არა რომ მე მწყის. არა. ის კი არა რომ მე რამეს მაკლებთ მაგით. არა. თქვენ თავს აყენებთ ძალიან უხერხულ სიტუაციაში. როცა იცით რომ ნებისმიერ ესეთ უაზრო შენიშვნას ან გინდათ რომ ვიდეოში მოხვდეთ. დაგბლოკოთ თუ რა ვიცი რა გინდათ არ ვიცი. ხალხო 53 წლის ვარ, წარმოიდგინეთ რამდენი წლის ვარ. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ რასაც აღიქვავთ, მე დებილი ვარ, დორბლი ჩამომდის, გაუნათლებელი ვარ, შტერი ვარ და ვერ აღვიქვავ. ძალიან კარგად აღვიქვავ. სანამ ვინმე რამეს მეტყვის, მე და ყველა ადამიანმა ჩვენს თავზე ყველაფერი ვიცით უკეთებ. პირია ღია ამ ჩვენთას. ზოგ-ზოგი ერთობებით. ხო და არ ვიცი რატო გინდათ ხოლმე ესე განხილვა. მე არავის არაფერს არ გაპატიებთ, ეგრეთ ვიცოდეთ, როცა ისეთი რაღაც წერია ხოლმე რაც უნდა მივიღო, აი მაგალითად წინა ვიდეოზე დამიწერეს რომ ხმაურიაო ქუჩაშიო და მე ვერ ვისმინო. ჩემთვის მისაღებია რომ ერთ-ერთ ადამიანს არ შეუძლია ამის მოსმენა. მისაღებია, მაგრამ არ გავაკრიტიკებ, წავიკითხე ინფორმაციის სახით და გავეცი პასუხი რომ გავიგე თქვენი მინდა, ანუ აქედან იკითხება ის რომ მინდა რომ მოგისმინო და არ მესმის და ეს ქუჩის ხმაურის მოსმენა არ შემიძლია და იქნებ სადმე ჩამოჯდა ესე წარმოწვე მაგალითად წითელი კრესლოზე და გველაპარაკო, გვეტიკტიკო, პირი გააყო ფართოდ, გამოთქვა შენი აზრი. რა თქმა უნდა, მისაღები ადამიანს არ შეუძლია ქუჩის ხმაურის მოსმენა. გასაგებია, მაგრამ იქ რო პირს ვერ აღები და პატარა ხარ, იაგინდა ვის დაიკარგე, ვისთან ახარ. ირა ვიცი? თანახმობა დღეს რა ვიცი, მე რატო შამომყურებ მე პირში გაცვლა გინდა. ვაღებ ვერ ვაღებ, წავედი ახლა იმდენი საქმე მაქვს. ბავშვიც უნდა შევაღვიძო, გამოვხვეტო, გამოვწმინდო. ცხიმის დამშლელი სითხე არ მაქვს, ტაფის ძირები. ისინი მრჩება, ვერ გავხეხე. შემდეგ შეიარაღებული ჩამოვალ, ფანჯრები, ფარდები, იატაკები, აბაზანას მორჩი, სამზარეულო დამრჩა ცოტა ხელშესაყლები. დანარჩენი ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი ორდღიანი ჩემ შვილთან ყოფნით. დროებით.